ეს ვიდეო ბლოგი ბიზინა ივანიშვილზეა, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, ოლიგარქზე, ამ ბანდა ქართული ოცნების მამაგლავარზე, ასე ვიტყვი, კოზანოსტრა ქართული ოცნების მამაგლავარზე, ოლიგარქი უკვე ვთქვი, ხო, ყوارბეშლება. მოკლედ პირზე, რომელიც ანგრევს ამ ქვეყანას, რეალურად ანგრევს და ბევრი კი ვერ ხვდება, მაგრამ დამოუკიდებლად იმისა, ვინ ვერ ხვდება და ვინ ხვდება, დამოუკიდებლად იმისა, რამდენიმე არიან ადამიანები, ვინც ამას ვერ ამჩნევს, ვერ ხვდება, ვერ ჩახვდა ამდენი ხნის განმავლობაში, ბიზინა ივანიშვილი თუ ობიექტურები ვიქნებით, მართლა დამანგრეველია ამ ქვეყნის აწმყოსი, მომავლისა და გაგიკვირდებათ და წარსულისაც კი. ის პირველ ყოვლისა ასაკვირველია თავისუფლებას ებრძვის, მაგრამ ასევე ებრძვის იდენტობას, აი იმგვარი საქართველო გრუზიას შექმნა უნდა, რომელიც თავის მხრივ ეს გრუზია 40 წლის შემდეგ, 50 წლის შემდეგ, აი საზოგადოება, რომელიც იცხოვრებს 60 წლის შემდეგ ამ ტერიტორიაზე, რუსეთს მარადიულ გახანგრძლივებულ კი არა, მარადიულ მტერს არც უნდა აუჯანყდეს. ანუ ის ბევრად უარეს საკეთებს, ვიდრე სერგო ორჯონიკიძემ გააკეთა, ჩაიდინა, რა დანაშაულებით ჩაიდინა. სერგო ორჯონიკიძე მან ბოლშევიკებმა უბრალოდ კვლავ ვიმეორებ საზოგადოების ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მოთაფლული ან მოხიბლული, ხიბლში მყოფი, ამას ვერ ამჩნევს. ის ბევრად უარეს საკეთებს, ვიდრე ნამდვილმა რუსებმა გააკეთეს მე-19 საუკუნეში, რომლებმაც ასე მაგალითად 1811 წელს გააუქმეს საქართველოს ავტოკეფალია, რომლებმაც მანამდე 1801 წლებში გააუქმეს ქართლ-კახეთის სამეფო და უკვე შემდგომ გააუქმეს დასავლეთ საქართველოს იმერეთის სამეფოს. და გააუქმეს და ეს ქვეყანა დაანგრიეს მე-19 საუკუნეში, რა არ უქმეს. ის ბევრად აკეთებს, ვიდრე გვიანდელი ბოლშევიკები, კომუნისტები. უარეს საკეთებს მათზე. აი მაგალითად 56 წელს რაც ჩაიდინეს ბოლშევიკებმა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ან 89 წელს რაც ჩაიდინეს. ოღონდ ივანიშვილი ამ ყველაფერს საკეთებს ძალიან ტექნიკურად, ძალიან რბილად, თბილად, აი რბილი ძალის გამოყენებით. ის არ ლუსტრირდება, ღიად არ ლუსტრირდება, როგორც საქართველოს დამაქცევარი, ხო, მტერი, მოწინააღმდეგე თავისუფლებისა, აწმყოსი, მომავლისა, თავისუფლების და აქ იგითხარით იდენტობისა. პერიოდულად ისეთ რაღაცებს გამოურევს ხოლმე, რაც თაფლავს ქართულ საზოგადოებას. მოკლედ, ივანიშვილზეა ეს ვიდეო ბლოგი, მაგრამ თქვენის ნებართვით უკვე ახლა, აი მე-4 წუთი დაიწყო ვიდეო ბლოგისა და მას 2-ჯერ, 3-ჯერ, მაქსიმუმ 4-ჯერ თუ ვახსენებ. ახლა ტრამპზე ვიტყვი 2 სიტყვას თქვენის ნებართვით. ტრამპი არის ფრიად უცნაური კაცი, ფრიად უცნაური, მძიმე, ხისტი, ბილწ სიტყვაც მეთქი, ასე ვიტყვი. კარგი, თუ ეს შეფასება მაინც და მაინც მძიმეა, ხო, აი ესე აჩქარებული კაცი, რომელიც მის ხიპავს ხოლმე უკლებლივ ყველას, ვინც მისასხებია ერთის მხრივ. ანუ გასაკრიტიკებელია, გასალანძღია მეთქი ეს როგორ წარმოთქვა ახლა ეს სიტყვა, მაგრამ ხო, აი რაღაც ტრამპისეული აზროვნების კატეგორიით თუ ვიმჩნევთ, გასალანძღია. ძალიან ჩქარია ეს ტრამპი და ძალიან უხეშია. მაგალითად, ევროპის სივრცის პრაქტიკულად არც ერთი ლიდერი აღარ დარჩა, მეტნაკლებად სერიოზულ და მძლავრ სახელმწიფოებს გულისხმობ, რომლებიც მან ტრამპმა არ შემოლანძღა. მაკრონზე რაც თქვა 2 კვირის წინ, არც ერთ ჩარჩოში არ ჯდება. 2 კვირა არც არის გასული, რამდენადაც მახსოვს. აი თქვა ამგვარი რამ დაახლოებით შინაარს გადმოგცემთ, რომ ეს ცოლის მიერ ნაცემი კაციო. შეურაცხყოფა ხომ მიაყენა, დასცინა კიდე ყველაფერთან ერთად. მე რომ მაკრონი ვიყო, რას ვიზამდი, ვერაფერს ვერ ვიზამდი. მაკრონიც ვერაფერს ვერ გახდება. თუმცა ნაწყენი თუ იქნება საფრანგეთის ლიდერი, ესეც ბუნებრივი ამბავია, კი, წყენა არ გულში არ უნდა ჩაიტოვონ პოლიტიკოსებმა, იმიტომ რომ საქვეყნო საქმეები აქვთ გადასაწყვეტი საფრანგეთისა, ზოგადად ევროპისა, ზოგადად მსოფლიოსი. მათ შორის პირველ ყოვლისა რასაკვირველი იგულისხმება უკრაინის
კონფლიქტი, ასევე კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში. მოკლედ, სოფლიო ამგვარი სახელმწიფოს ლიდერი რო ხარ, გულში ბევრი რამ არ უნდა ჩაიტოვო, მაგრამ მეორე მხრივ, დაწყენი თუ იქნებინ, ან დაწყენი რომ იყო, ესეც ბუნებრივია. ცოლმა სცემა, ოკი, მართლა მოხდა ის ინციდენტი, გადა არ მოხდა. მაგრამ ასეთ შემთხვევებში ერთი ქვეყნის ლიდერი წესით მეორე ქვეყნის ლიდერს ამას არ უნდა ახსენებდეს. პოლიტკორექტული ხო არ არის და მოდი ღიად თქვა, ცოტა თავხედობაც არის და უზრდელობაც არის. მაგრამ ასეთია ტრამპი, რას ვიზამთ, ვერაფერს ვერ ვიზამთ. ორ დღეში ერთხელ ისეთ რამეს საკუთარ სოციალურ ქსელში ისეთ რაღაცებს დატვიტავს ხოლმე, დატვიტავს ქვია, ხო, გამოვაქვეყნებს მოკლედ. რომ გაგიკვირდება კაც, აი მაკრონს თავი დავანებოთ, ახლა 2 დღის წინ შემოელანძღა რომის პაპი. შემოელანძღაც არის და შემოელანძღაც. პრინციპში რაც თქვა, რომის პაპზეც მაკრონის არ იყოს. ესეც სიმართლეა, რომის პაპს მანამდე ჰქონდა ნათქვამი, მანამდე თქვა რომის პაპმა, რომ ბირთვული იარაღი რომ ექნება, ან რომ ექნებოდა ირანს ეს დიდი პრობლემა არ არის. ხალხო, გამაგებინეთ, ირანი ხომ დემოკრატიული რომელიმე ის სახელმწიფო არ არის, რომლის ხელშიც ასევე არ უნდა იყოს ბირთვული ბომბი, საერთოდ არ უნდა არსებობდეს. მაგრამ მით უფრო ირანზე ვლაპარაკობთ, რომელსაც შეუძლია მართლაც გაანადგუროს ნახევარი თუ არა 1/3 ან 1/4, მათ შორის ვატიკანიც, იტალიაც. იტალიას ოდნავ მოგვიანებით მიუბრუნდები, იმიტომ რომ უნდა ვახსენო იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი და ამ თვალსაზრისით, ამ კუთხით თუ შეხედავთ, ტრამპი უხეშია, ხისტია, მძიმეა, უზრდელია ამერიკის პრეზიდენტზე. ეს უნდა თქვა, ხო რატომაც არა, ხო? უზრდელობს, წაიუზრდელა რომის პაპთან მიმართებაშიც, მაგრამ მართალია მეორე მხრივ, იცით? რომის პაპი ამგვარ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს, მით უფრო ირანთან მიმართებაში. აი მაკრონი ვახსენეთ, რომის პაპი ვახსენეთ, სტარმერზე უმძიმესი სიტყვები თქვა. ტრამპმა პრაქტიკულად მას უწოდა იმპოტენტი, თუ კასტრატ იმპოტენტი. ანუ უცვედა არაფრის მაქნისი კაცი. აო, ეს სტარმერია. სტარმერს თავისი პრობლემები აქვს, რასაკვირველია. თუმცა უხეშობა, რომელიც მახასიათებელია ტრამპისთვის, რამდენად პოლიტკორექტული რო არ არის გასაგებია, მაგრამ რამდენად სწორია მათ შორის სტრატეგიული ურთიერთობების აწყობის თვალსაზრისით. ეხლა სტარმერს მაკრონის არ იყოს რომ ეწყინოს. არა, სტარმერი ვალდებულია, რამდენადაც მსოფლიო გლობალური პრობლემები აქვს გადასაწყვეტი, რომ არ ჩაიტოვოს გულში წყენა. მაგრამ მეორე მხრივ თუ მესამე მხრივ ეს წყენა რომ ჩაიტოვოს, თან ძალიან მნიშვნელოვანია ამ ამერიკისა და ბრიტანეთის ერთობის მორღვევა, ყველაზე ცუდი, აი, ხო ყველა არც ერთი ერთობა არ უნდა მოირღვეს, ყველა ერთობა უნდა შენარჩუნდეს, ანუ შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის არსებული საუკუნოვანი ერთობა. მაგრამ განსაკუთრებით მძიმეა ერთობის ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების ერთობის მორღვევა. იმიტომ რომ ამერიკას წესით სჭირდება ძლიერი ევროპა და ძლიერი ბრიტანეთი. ისე როგორც ევროპას სჭირდება ძლიერი ევროპა და ევროპას სჭირდება ძლიერი ამერიკა, ძლიერი ბრიტანეთი და ძლიერი ევროპა. მაშ ვინ არის მისი მეგობარი ტრამპის? პაკისტანი, რომელსაც მადლობას უხდის შუამავლობისათვის ირანის კონფლიქტის დარეგულირების, რომელიც ვერც დარეგულირდება ამ პროცესში. ამაზეა საუბარი. სტარმერის ვახსენეთ, მაკრონი ვახსენეთ, რომის პაპი ვახსენეთ. უარესია არ ვიცი ნამდვილად უარესი, მაგრამ უარესი პრინციპში ერთგვარად უარესი თქვა გერმანიის კანცლერ მერცზე. ისიც შემოლანძღა, ასე ვიტყვი. შემოელანძღა. მე გამოდის ხოლმე უფრო რუბიო და არა ჯეიდი ვენსი და თითქოს ასწორებს ხოლმე ტრამპის რაღაც პოლიტიკურ ჩარჩოებში ჩასვამს ხოლმე ტრამპის გზავნილებს ტრამპის სიტყვებს. აღარ ვლაპარაკობ ტრამპის ერთ კლავი მეორე 2, 3 თუ 10 ტვიტზე. ორ დღეში ერთხელ მართლაც საოცარ ტვიტებს აქვეყნებს მეტწილად საკუთარ სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპი 47 პრეზიდენტი შეერთებული შტატებისა. ახლახან იტალიას ვუბრუნდები, შემოელანძღა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი. ეს ჯორჯა მელონი არაჩვეულებრივი ქალია.
მე თუ მკითხავთ, მაგრამ გარდა ამისა ტრამპისტი ხალი იყო. ტრამპი აქაც მართალია, გულახდილად გეტყვით, ისევ როგორც მერცთან არის მართალი, მაკრონთანაც მართალია. სტარმერთან ხომ მით უმეტეს მართალია, სტარმერთან იცით რატომ არის მართალი? სტარმერმან გვარიანი დაგვიანებით უთხარო პრინციპში მოგაშველებთ ამ გემებსო. ხალხო, გამიხსენით, ეს ირანი ქმნის თუ არ ქმნის და მე ხადია ვიცი პასუხი. ქმნიდა თუ არ ქმნიდა ბირთვულ ბომბს. ბირთვულ ბომბს, რომელსაც ქმნიდა, რომ შეექმნა ემან. ირანი ხომ არა ადეკვატური სახელმწიფო ისედაც იყო განსაკუთრებით ალი ჰამინეის მმართველობის პირობებში და ომის სამართოდ თეორიულად 1%-იანი ალბათობა მაინც ხომ არსებობს, რომ გაისვრით. და თუ გაისვრით, ამერიკას შეერთებულ შტატებსაც მისწვდებოდა, მაგრამ ვიდრე ან უმალ სანამ მისწვდებოდა შეერთებულ შტატებს მის მიერ გასროლილი ბირთვული ბომბი, მანამდე ხო ევროპის 1/3-ს თუ 1/4-ს, თუნდაც 1/10-ს ხო მისწვდებოდა პარიზს, ლონდონს, ან აღმოსავლეთ ევროპაში ნებისმიერ ქალაქს. შესაბამისად, ვალდებულება ხომ სოფლიოსია, მე ასე მესმის. სოფლიოს ყველა დემოკრატიული ქვეყნის ვალდებულებაა შეაჩეროს ან შეეჩერებინა ირანის ბირთვული პროგრამა. 12 დღიანმა ომმა გასულ წელს, ისრაელისა და შეერთებული შტატების ერთობლივმა ოპერაციამ გასულ წელს მნიშვნელოვნად დააზიანა განა არა ირანის ბირთვული პროგრამა ფორდო აფეთქეს სხვა თუ არაფერი, მაგრამ ამის მიუხედავად, როგორც ჩანს და ასე აღმოჩნდა, რომ ირანმა განაგრძო ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა. და მართლა ეს უტრირებულად ნათქვამია, მაგრამ 5 წუთში თუ 5 დღეში უკვე მზად იქნებოდა, რომ პირველი გამოცდები ჩაეტარებინა, ან მართლაც შეექმნა, ოღონდ ეს ხიროსიმაში და ნაგასაკიში რომ ჩამოვარდა, ისეთი კი არა, ბევრად მძლავრი ბომბი, რომ შეექმნა ამისთვის იქნებოდა მზად. ობამას პოლიტიკამ ლოზანა, ეს ობამას პერიოდის შვეიცარიის პროცესია ირანის დეიზოლაციის, ირანთან ლაპარაკის ვერ გაჭრა უბრალოდ. ვერ გაჭრა, იმიტომ რომ იმ თავითვე საფუძველშივე მცდარი იყო დიქტატორებს, არაადეკვატურებს, მით უფრო არ ელაპარაკებიან. მათი ამოშთობა, მათი ამონგრევა, მათი დამარცხება, მათი განადგურება, მოსპობა აუცილებელი. ან კი მოსპოკინეს შესაძლოა იჩქარა სხვათა შორის ტრამპმა, არც ამას უარყოფ, მაგრამ ირანი ქმნიდა ბირთვულ ბომბს. გავანებოთ ეხა ბირთვულ ბომბს თავი. ირანი ქმნიდა ისეთ რაკეტებს და ვინც ის ახლაც ქმნის, მეთქი ესოდა მე თქვა, მაგრამ ახლა მაინც ალბათ ასე უკვე აღარაა, რომელიც მისწვდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს, ანუ უხეშად ვაშინგტონსა და ნიუ-იორკს და ვინიცის დასავლეთ სანაპიროსაც კი შესაბამისად გაცილებით მარტივად და იოლად მისწვდებოდა ლონდონს, პარიზს, ბერლინს, რომს და გაანადგურებდა არაადეკვატური არის რა ირანი, იმიტომ კი არა რომ ეს სპარსეთზე ჩვენ სულს ვლაპარაკობთ, ან ტრამპის რომელიმე განცხადება, რომ ჩვენ ცივილიზაციას გავანადგურებთ, რას ნიშნავს ცივილიზაციას? ესოდენ სერიოზულ ქვეყანას როგორ გაანადგურებ? კარგი, გავანებოთ ყველაფერს და როგორ გაანადგურებ და რა უფლება გაქვს რომ გაანადგურო? ანუ იგულისხმება, ალბათ იგულისხმებოდა ხალხიანა, ხო? აბა რა იგულისხმებოდა სხვა? ამიტომ ეს განცხადება აკი გეუბნება, აკი ვამბობ, ხისტიც არის, უხეშიც არის, უზრდელურიც, არასწორიც არის. მაგრამ მეორე მხრივ თუ რაღაცა რაკურსით თუ შეხედავ ამ პრობლემას, ცივილიზაციის განადგურებას და ირანის განადგურებას არ გულისხმობ, ხო? ისევ ირანის ხელისუფლებას უნდა მიუბრუნდე. მე კი არ დამიხოცავს, ან ტრამპს კი არ დაუხოცავს 36,000 რაღაც 788 მშვიდობიანი მოქალაქე. და ევროპამ თითითითზე არ დაადო. აი იმ ევროპამ, რომელიც ხვიროდა ხმამაღლა და სწორედაც ხვიროდა ხშირ შემთხვევაში, რომ პალესტინაში ხდება საშინელებები. ხშირად სამართლიანად ხვიროდა, რომ ნეთანიახუ ჰამას კი არ ებრძვის, არამედ პალესტინას და მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავს და მართლაც იქ საშინელებები ტრიალებდა განა არა, ეს არ უნდა უარყოთ. მაგრამ ამ ევროპამ რატომღაც მეტწილად გაიკნიდა ხმა, არ ამოიღო ხმა, არ დაძრა სიტყვა ირანში ორჯერ ნაკლების დაახლოებით, იმიტომ რომ იქ დაახლოებით 70-80,000 კაცი მშვიდობიანი მოქალაქე სასტიკად იყო მოკნული, მაგრამ ევროპამ ხმა გაიკმინდა ორჯერ ნაკლების, მაგრამ მაინც შთამბეჭდავი რაოდენობაა, დაახლოებით 40,000 მშვიდობიანი მოქალაქის, ამასთან 2 დღეში მკვლელობაზე ალი ხამინეის რეჟიმის მიერ. აი სულ მინიმუმ ამის გამო უნდა
გაეკრიტიკებინა, კი არა, უფრო ხმამაღალებიც უნდა ყოფილიყო ევროპა, მაგრამ ევროპამ ხმა გაიკვირდა თითქოს ტრამპის ჯინაზეო. ტრამპთან მიმართებაში ევროპა გარკვეულ შემთხვევებში განა მართალი არ არის. მათ შორის მართალი არის იმ კონტექსტში, რომ ტრამპს არ ჩაუყენებია საქმის კურსში. არც ერთი ევროპული სახელმწიფო ისე მიადგა სპარსეთის ყურეს თუ ორმუზის სრუტეს, უფრო სპარსეთის ყურეს, მოდი ასე ვიტყვი, იმ რეგიონს, მოდი ვიტყვი, ირანს კონკრეტულად და დაიწყო ესეთი განუწყვეტელი დაბომბვა, ისე რომ თუ პარტნიორია მეორე მხრივ, ხო ეხლა უკვე ტრამპზე ვთქვათ აუგი. თუ პარტნიორია დაელაპარაკე მაინც რა სულ ზემოდან რომ უყურებ ამ სახელმწიფოებს და რას არ აკადრებ ამ სახელმწიფოების ლიდერებს. ჯორჯია მელონის მიუბრუნდები. Kvenis nebartvi. Giorgia Meloni შემოეკრიტიკა კი არა, შემოელანძღა. არა და ჯორჯია მელონის მიმართ ტრამპს სიმპათია და პირიქით ჯორჯია მელონის ტრამპის მიმართ ჰქონდა ძალიან სერიოზული სიმპათია. მეთქი ასე ვიტყვი, ნახეთ როგორ წერია. იტალიურ გამომცემა Corriere della Sera-ში della Sera-თვის მიუცია ინტერვიუ სატელეფონო 6 წუთიანი დონალდ ტრამპს. მეც სიამოვნებით მეკდებოდა მისი ტელეფონის ნომერი და მეც დაურეკავდი. ოღონდ ივანიშვილზე ვკითხავი, აი პირველად ვახსენე. მწვავედ გააკრიტიკა იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი. დონალდ ტრამპი უკმაყოფილო, რადგან იტალია ამერიკის შეერთებული შტატებს ირანის წინააღმდეგ ომში არ ეხმარება. მართლა არავინ არ ეხმარება. ესპანეთმა საერთოდ უარესი ჩაიდინა. ესპანეთის ლიდერის გამო შემოეკრიტიკა კი არა, შემოელანძღა ტრამპს და ისეთი სანქციებით და ისეთი ამბებით ემუქრება, რომ არ ვიცი, ესპანეთი გადარჩება რასაკვირველია როგორც ქვეყანა, მაგრამ ესპანეთის ლიდერებს უნდა ეფიქრათ, რომ არ დაეკარგათ, თუ ეს მართლა განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების ნაირი, მსგავსი პარტნიორი, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით სერიოზული პარტნიორია. მე მესმის, რომ ესპანეთს არავინ ემუქრება, არც პორტუგალია და არც არავინ, მაგრამ არც ანდორა ასე მაგალითად, მაგრამ ისე პრინციპში უსაფრთხოება ნებისმიერი ქვეყნისა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ტრამპი უკმაყოფილოა, რადგან იტალია შეერთებული შტატებს ირანის წინააღმდეგ ომში არ ეხმარება. ტრამპის თქმით, იტალიის პრემიერთან დიდი ხნის განმავლობაში არ უსაუბრია. მოსწონთ იტალიელებს ის ფაქტი, რომ თქვენი პრემიერი არანაირად არ გვეხმარება ნავთობის მოპოვებაში. მოსწონთ ის. წარმოუდგენელია, შოკირებული ვარ მასზე. მე მეგონა გამბედაობა ჰქონდა, თუმცა ვწდებოდი. ის მხოლოდ ამბობს, რომ იტალიას არ სურს ჩართვა. მიუხედავად იმისა, რომ იტალია ნავთობს იქიდან ორმუზის სრუტის გავლით იღებს, მართლა შეერთებული შტატები კი არ იღებს, შეერთებული შტატების იღებს, მაგრამ უფრო ორმუზის სრუტიდან ირანული ნავთობით დაინტერესი ირანული და ამ რეგიონის ნავთობით დაინტერესებული უნდა იყოს და ამ ნავთობის მართლა გატანაზე ევროპის მიმართულებით უნდა ფიქრობდეს, სწორედაც რომ ევროპა და სამწუხაროდ ესე არ ხდება. გამოდის რომ ტრამპი ასე მე არ ვფიქრობ, მაგრამ ტრამპისეული ლოგიკა ასეთია, რომ მე ვომობ სხვისთვის, როცა ვინც უნდა ომობდეს საკუთარი თავისთვის, ის ხმა გაკვედილია. ორმუზის სრუტის გავლით იღებს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა იტალიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირეა, ის არ ფიქრობს, რომ იტალია უნდა ჩაერთოს. მისი აზრით, ამერიკამ საქმე მის ნაცვლად უნდა გააკეთოს. ხო, ამავდროულად ევროპა მართალია ტრამპთან იცით რაში, უკეთესი, უმჯობესი იყო, რომ აი ამ უკრაინასთან მიმართებაში ვაჭრობები არ დაეწყო შეერთებულ შტატებს. მე მოგხიდით იარაღს. ბაიდენზე რო აკეთებდა და აკეთებს დღემდე აქცენტებს, რომ ამდენი და ამდენი 350 მილიარდს ასახელებს. ხო, 350 მილიარდი ამერიკის შეერთებულ შტატებს მით უფრო უსასყიდლოდ უკრაინისთვის არანაირი გზით არ გადაუცია, არც პირდაპირ ტექნიკური და არც პირდაპირ ტექნიკური და პლუს ფულადობრივი გზით, ფულის გზით. ეს გაბერილი თანხა. მაგრამ ტრამპი მაინც ამ 350 მილიარდზე, მილიონი კი არა, მილიარდ დოლარზე ლაპარაკობს. ხო, იტალიელმა ჟურნალისტებმა აშშ-ს პრეზიდენტს კითხეს, რაც ფიქრობს მელონის სიტყვებთან დაკავშირებით, რომ ტრამპის მიერ პაპი ლეოს კრიტიკა მიუღებელი იყო, თავადაა მიუღებელი. რადგან არ ანაღლებს ირანს თუ ბირთვული იარაღი ეკრება, ამაში მართალია მიუღებელი არ არის ოღონდ მელონი, მაგრამ რო არ ანაღლებს, ასე რომ ჩანს, რომ მელონის ან ევროპელებს არ ანაღლებთ, ანუ და მისწვდება ეს ირანის, აი თეორიულად რომ მიეშვათ, ეხლა ძალიან უჭირს ამერიკას ვაღიარებ, მაგრამ უარეს მდგომარეობაში იქნებოდა მსოფლიო ტრამპს და ნეთანიახუს, მას კიდევ ახსენებ, რომ არ განეხორციელებინათ ეს ერთობლივი შეტევა და ევროპელები ამაში უნდა ჩართული იყვნენ იმ თავითვე ვერ ჩაერთნენ, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ჭკუა უნდა ეხმარათ. თუმცა
უკრაინასთან, უკრაინის კონტექსტში ვუბრუნდები იმ თემას, შესაძლოა ევროპა გარკვეულწილად მართალიც არის. ტრამპი ნამეტანი ეთამაშება რუსეთის ფედერაციას, პუტინთან შეხვედრაც ალასკაზე შეგვიძლია გავიხსენოთ და ტრამპის ალბათ შეუძლია მაინც მეტის გაკეთება უკრაინისათვის. ამავდროულად ლოგიკა, რომ რუსეთის გარშემო, რუსეთის კისრის გარშემო, პუტინის გარშემო ის ხულფს, მარყუშს ავიწროებს, მათ შორის რაღაც გარკვეული სანქციები გაახანგრძლივდა იცით თქვენ ბაიდენის დაწესებული სანქციები სხვათა შორის, ხო? ეს ლოგიკაც არის. მოკლედ რუსეთს არ ვიცით როგორ მოერევა რუსეთს. არ გვჯერა რომ ტრამპი და ასეც არის ალბათ ტრამპი არ ითამაშებს რუსულ თამაშს, ნამდვილად არ ითამაშებს, ალბათ კი არა ასეა, მაგრამ უფრო ანტირუსული თამაში შესაძლებელი იყო მხოლოდ ევროპელებთან დალაგებით, რომლებიც თავისას მიქარავდნენ ბაიდენის ეპოქაში განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში. ერთის მხრივ უკრაინას უჭერდნენ მხარს და მეორეს მხრივ რუსეთისაგან ყიდულობდნენ ენერგო მატარებლებს და ტრამპი აქ მართალია 100%-ით ევროპასთან მიმართებაში. მოკლედ აი ცალსახა შეფასება ტრამპისა ან უარყოფითი ან დადებითი, მაინც მგონია რომ არ შეიძლება. ნეთანიახუ ახსენე, ხო? ნეთანიახუსთან ერთობა არ უნდა ევროპას ყველაფერთან ერთად. ნეთანიახუ, რომელიც ცისხლის სამართლის საერთაშორისო დამნაშავედ სცნო ევროპამ, სწორედ პალესტინაში მომხდარის გამო და ჰააგის ტრიბუნალამდეა მისული მისი საქმე. ეხლა უცებ ტრამპი ეუბნება, რომ ჩვენ ერთად ვიყოთ და ჩვენთან ერთადვე იქნება ნეთანიახუ და ძალიან რთულიც არის თუ ბოროტ მოქმედია ევროპის თვალსაჩინით. ნეთანიახუ მასთან ერთად საერთო ბიზნის მიღწევა მის პროცესში ერთად ყოფნა, ხო? რთულიც არის, ადამიანურადაც რთულია. ახლა მე კი დაგპირდით, რომ ივანიშვილს სულ მაქსიმუმ 3-ჯერ ვახსენებ მეთქი, მაგრამ გამომივიდა, რომ ერთხელ ვახსენებ. ტრამპს უყვარდა მელონი. და მელონისაც უყვარდა ტრამპი. მაგრამ აგე ნახეთ როგორ გაირბინა შავმა კატამ მათ შორის. მე მგონია რომ მათი ურთიერთობა დაალაგდება ისე როგორც ტრამპის ურთიერთობა ევროპელებთან დაალაგდება. რა მაძლევს ამის საფუძველს გულახდილად გეტყვით, არ ვიცი. ალბათ პრაგმატული და გარდაულად აუცილებლად განსახორციელებელი ინტერესები და საერთო მტერი არის პირველ ყოვლისა რუსეთი, მეთქი ასე ვიტყვი, თუმცა ჩინეთის ჩამოწერაც არ შეიძლება ტრამპი უახლოეს ხანებში შეხვდება ჩინეთის ლიდერს, ეგ რა მაგის პასუხია და ბევრი რამ გაირკვევა ამასობაში. სხვაშორის ჩინეთის ლიდერმა ძალიან ოსტატური თამაში წამოიწყო ესპანეთთან მიმართებაში და არა მხოლოდ ესპანეთთან მიმართებაში, ტრამპისაგან გარიყული ესპანეთი თითქოს შეიკედლა ან ურთიერთობის დაალაგებას ცდილობს ევროკავშირთან მთლიანად და მათ შორის ესპანეთთან. ტრამპს ახასიათებს ეს ხან უყვარს ერთი პირი, რომელიმე მოსწონს, მოდი ასე ვიტყვი და ხან სძულს. მაკრონთან მიმართებაში წასიას ხუთაშორის აქებდა ამ ორი თვის წინ მაკრონს და მერე აგე როგორ შემოლანძღა ცოტა ხნის წინ. ახლა მეორედ ვახსენოთ ივანიშვილი, როგორ გგონიათ არ არის სწორედ დასმული კითხვა. რას იზამს ივანიშვილთან მიმართებაში, ვინ არ ახსენა ტრამპმა ამ წელიწად დახევრის დაახლოებით განმავლობაში. ვისთან არ დაამყარა პირდაპირ თუ არაპირდაპირი ირიბი, არაპირდაპირი ურთიერთობები, ვისზე არ ისაუბრა, მათ შორის ჩვენს მეზობლებზე. ყველა ქვეყანა ყოფილი საბჭოთა კავშირისა მას ნახსენები ხავს უშუალოდ. ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ხუთივე ლიდერი მიიღო ოვალურ კაბინეტში. ალიევი და ფაშინიანი ეს 7 გამოდის. ალიევი და ფაშინიანი მიიღო ოვალურ კაბინეტში. პუტინს შეხვდა მერვე ალასკაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. არ მინდა თქვა რომ კვირაში ერთხელ მეთქი, მაგრამ საშუალოდ 2 თვეში ერთხელ მაინც აქვს საუბრები ხსენებულ პუტინთან, რომელიც დედასაიმასკნებელი კაცია. ეს გამოვიდა, ესე იგი 5, 2 და 1, 8 სახელმწიფო. უკრაინის ლიდერთან ხო კვირაში ერთხელ თუ 2 კვირაში ერთხელ აქვს საუბრები, ხან გაუბრაზდება, ზელენსკის ხან შემოსწრება, ხან გაებუტება, ხან შემოირიგებს, ხან მამაშვილური ურთიერთობა აქვს, ხან ტრების ჭყალებში ტრებს რო აქვს ურთიერთობა, ისეთი ურთიერთობა აქვს, მაგრამ ერთის და მეორეს ერთმანეთს იტანენ, იმიტომ რომ სხვა რა გზა აქვს, ხოშვის ზელენსკი ალბათ ყველაზე უფრო დიდო სტატურად თამაშობს ტრამპთან, მე ასე ვაფასებ ყოველ შემთხვევაში.
ეს შენი 9 სახელმწიფო, სულ 12 უნდა ვახსენო. ბელარუსის ლიდერ ლუკაშენკას თავად ესაუბრა. აი ლუკაშენკას ეს ულვაშებიანი ტიპი როა და ბაჭკაროა და მხოლოდ და მხოლოდ ზროხებს რო წველის. იმას თავად ესაუბრა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. მადლობაც გადაუხადა. თუ არ ვწდები საკუთარ ხსენებულ სოციალური გვერდის სოციალური ქსელის გვერდზე. ეს შენი 10 სახელმწიფო. დარჩა მოლდოვა. მოლდოვის ლიდერიც ერთხელ ამდენადაც მახსოვს და სწორად მახსოვს პოზიტიურ ჭრილში ამასთან ნახსენები ხავს. 11 სახელმწიფო. ბალტიის სახელმწიფოებს არ ვთვლით გვერის ნებართვით, იმიტომ რომ მათ თავი ქუდში აქვთ. დარჩა საქართველო, ერთადერთი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, ან ფართო გაგებით ამ რეგიონში, რომლის ლიდერიც არც კობახიძე, ფორმალისტური ლიდერი და არც ივანიშვილი, რეალური ლიდერი მას არ უხსენებია. ახლა ის კითხვაა, როდის ახსენებს და როცა ახსენებს, როგორ ახსენებს ტრამპი. ჩვენ კი გვაქვს მოლოდინი, რომ ივანიშვილს იქიდან თიც დაუქნებს ტრამპი. მაგრამ შეიძლება ასე არ იყოს. ოცხოში საწყის ეტაპზე შეიძლება პირიქით შემოექოს ივანიშვილი. თუმცა მე ამაში ეჭვმეპარება, იმდენად ბევრი ადამიანი იმუშავება ტრამპს, მათ შორის საქართველოს საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც თუნდაც იშვიათად შედიან ტრამპთან, მაგრამ შედიან, რომ არ მგონია, რომ ტრამპი ნამეტანი ლბილი ან საერთოდ ლბილ-თბილ ტკბილი იყოს ივანიშვილთან მიმართებაში უკვე ამთავრით. მაგრამ ერთ წამს თუ დავუშვებთ იმას, რომ 1%-იანი შანსი მაინც ხო არის, რომ ივანიშვილთან დაკავშირებით ტრამპი გააკეთებს განცხადებას ოდესმე, შეიძლება საერთოდ არც გააკეთოს, ეხლა ისე არ გამომივიდეს, რომ აპრიორი გააკეთებს. უბრალოდ მე ჩამოგისახელეთ ქვეყნები, რომლის ლიდერებიც მას უხსენებია, ბევრს შეხვედრია კიდეც. თუ გააკეთებს დადებით პოზიტიურ განცხადებას ივანიშვილთან დაკავშირებით და ყიჟინას დასცემენ ქართული ოცნების წარმომადგენლები აგე ტრამპმა შეგვაქო, ესეც არ იქნება, რომ იცოდეთ, ტრამპის საბოლოო შეხედულება ოლიგარქ ივანიშვილთან დაკავშირებით და ისევ და ისევ მელონივან უნდა ვახსენო. მელონი აკი გითხარით, ლამის უყვარდა, მოსწონდა, ესიმპათიურებოდა, ემეგობრებოდა, მაგრამ უცებ აკეთებს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ იმედგაცრუებულია. მესმის, რაც ევალებოდა ტრამპისეული გაგებით მელონის, ის არ ევალება, ან ვერ დაევალება ივანიშვილს. მელონის ევალებოდა ორმუზის სრუტესთან იტალიის ადეკვატური პოზიციის და პოლიტიკის ჩამოყალიბება. ორმუზის სრუტე სად არის? რომ გკითხო ივანიშვილს, ივანიშვილი თავისი არაბუთქუნა თითებით ვერც დაადებს რუკაზე ხელს თუ თითს, მაგრამ იქნება სხვა რამის გამო შემოსწყდეს. თუ შემოექო მანამდე ტრამპს ივანიშვილი, უკვე შემდგომ იქნება სხვა რამის გამო შემოსწყდეს და გასაბრაზებელი და გასაჯავრებელი ტრამპს ბუნებრივია, ხვდებით თითოეული ჩვენგანი, რომ ბევრი აქვს. ტრამპს ეს კონკრეტული ადამიანი დავასახელე, ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერი, პრეზიდენტი და ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას და ახლა გაგიმხეთ. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მე ვილაპარაკე იმისთვის, რომ ერთი ამბავი გაგიმხეთ. ამერიკის შეერთებული შტატების ზედა პალატა ემზადება იმისთვის, რომ ან მეგობარი აქტი დაამტკიცოს, ახლა შედარებით იოლი იქნება, ან სხვა რომელიმე სასანქციო პაკეტი გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებასთან მიმართებით. ოღონდ ის, რასაც მიიღებს შეერთებული შტატების ზედა პალატა მაღალი ალბათობით სექტემბრამდე, მაღალი ალბათობით, ეს ხელმოსაწერი იქნება ტრამპის მიერ. აი ეს ვადა, სექტემბერი, ოქტომბერი, ეს ამბავი, მოკლედ, თუ მოხდა მართლაც და ჩემი წყაროები თუ არ სტყუიან, თუ არ აჭარბებენ და სტყუიან, ეს იქნება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი, როგორ უყურებს პრეზიდენტი ტრამპი და ზოგადად ამერიკის პოლიტიკური ელიტა, კანონმდებლებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ჩათვლით საქართველოს როგორც ქვეყანას. რამდენად ესმის საქართველოს ის გზავნილები, რომლებსაც კულუარებში, მაგრამ მაინც ერთგვარი ფორმებით, მაგრამ მაინც აწვდიან საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას და პერსონალურად ივანიშვილს. ჯერჯერობით, რასაც ჩვენ ვატყობთ,
რასაც ჩვენ ვაანალიზებთ საქართველოს ხელისუფლებას ეს გზავნილები, მოდით თქვენ ისნებართვით არ ვიტყვი რომ არ ესმის მეთქი. მე გეტყვით რომ უფრო არ ესმის, ან თუ ესმის ისიც მინიმალურად, მინიმალისტურად. დანარჩენი 90-95% გზავნილებისა არ ესმის. ამერიკის შეერთებული შტატები არ გამოეკიდება რასაკვირველია დემოკრატიის ხარისხს, იმიტომ რომ ასეთია ტრამპი, ლიბერალური დემოკრატია მით უფრო და ზოგადად დემოკრატია ამა თუ იმ ქვეყანაში მას მისთვის პირველ უმთავრეს ხარისხოვანი არ არის, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები უთუოდ გამოეკიდება ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს რეგიონში, რომელსაც საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება არის რა ყურმოჭრილი ბონა რუსეთისა, უბრალოდ ღალატობს. ანუ ის ღალატობს ერთის მხრივ ივანიშვილი პერსონალურად, არა მხოლოდ თავისუფლებას, აწყოს, წარსულს, მომავალს, ქვეყანას და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ეს ყველაზე დიდი დანაშაულია რასაკვირველია. მაგრამ გარდა ამისა, ივანიშვილი ღალატობს იმ ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს არ ითვალისწინებს, რომელსაც ბუნებრივი ინტერესი აქვს ამ რეგიონში, რომელსაც უნდა რომ ეს რეგიონი მთლიანად, ხას უსვა მთლიანად, ან მთლიანად და ფართო გაგებით გამოსტაცოს როტების ერთ-ერთ ღერს რუსეთს, მეორე ღერს ირანს და მესამე ღერს ჩინეთს, რომელსაც აქვს სასაკვირველი თავისი ინტერესები და ისიც ეს ჩინეთიც თამაშობს, თამაშში. ხისტია ტრამპი არ ვკამათობ და თუ ხისტი განცხადება გააკეთა ამ ხისტმა ტრამპმა ივანიშვილთან მიმართებაში, როცა იქნება როცა, ამ შემთხვევაში გავბედავ და ვიტყვი, ბიზინა ივანიშვილს პრაქტიკულად აღარ შერჩება არანაირი ისე რაც უინტელექტო კაცს, არანაირი რესურსი, რომ თავი გადაირჩინოს. მე არ ვარაუდობ რამე დრამატულს მისი რომელიმე სასახლის მიდამოებში ცასა თუ ხმელეთზე მისთვის დრამატულს ამ კუთხით რაც გაიფიქრეთ ახლა, მაგრამ ამ შემთხვევაში ბიზინა ივანიშვილის დემოკრატიული გზით დამარცხება გაცილებით იოლი იქნება, ვიდრე თავად ივანიშვილს წარმოუდგენია. ხო, ხისტი კაცია დონალდ ტრამპი, უსამართლოც არის, შეგვიძლია ასეც ჩავთვალოთ, ყოველ შემთხვევაში მისი მძიმე განცხადებები განცხადებებს უსამართლობის ელფერი ხშირად დაჰკრავს. ერთის მხრივ, უფრო ზუსტი რო ვიყო, მაინც რაღაც ისეთი ელფერი დაჰკრავს და ისეთებია, როგორებსაც არ უნდა აკეთებდეს ამგვარ განცხადებებს ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერი, არც ამგვარ ტვიტებს არ უნდა აქვეყნებდეს, შემლახავია, შემურაცმყოფილია, თუმცა ბევრ რამეში თუ ფორმას არ მივიღებ მხედველობაში, ბევრ რამეში მინიცის და ამდვილად მართალიც არის ცალკეულ ევროპეელებთან მიმართებაში. დამთავრდა ეს პოლიტკორექტულობის დროც, ვინმე იტყვის. და ისიც ნაწილობრივ მართალი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში სოფლიოს თუ უნდა ბევრი პრობლემის მოგვარება, არსებული პრობლემების მოგვარება, სოფლიო უნდა იყოს ერთიანი და არ უნდა ათამაშებდეს ზოგიერთი სახელმწიფო ერთ ადგილს, თან რუსეთს არ უნდა ემეგობრებოდეს ჩუმჩუმად და თან არ უნდა პოზიციონირებდეს თითქოს ანტირუსეთული სახელმწიფო. ეს ხოთაშორის ბევრს ახასიათებდა და გავბედავ და ვიტყვი ახლაც ახასიათებს, ოღონდ ნაკლებად და ნაკლებად. ტრამპი უბრალოდ ხისტია ძალიან და ყველაზე ლაპარაკობს იმასაც, გავბედავ და ვიტყვი ედაზე მოადგება. ხოლმე მთლად ასე არ არის, მაგრამ მაინც. ერთობა, ამერიკისა და ევროპის ერთობა გამოსავალი და არა ამერიკის მიერ ჭაპანის ცალმხრივად გაწევა. და მე არა ვარ დარწმუნებული, თუ ჭაპანის ცალმხრივად გაწევას გააგრძელებს ტრამპი, ის გაიბარჯვებს ამ პროცესში, ამაში დარწმუნებული არა ვარ. ამასობაში უკრაინა ძალიან ძლიერდება, შიდა წარმოება იარაღისა, ლეტალური იარაღისა, ისეა მომძლავრებული უკრაინაში, რომ ცხადია სჭირდება დახმარება, მაგრამ თავისითაც ბევრ ამოცანას უმკლავდება უკრაინა, ეს რომ ვიცოდეთ მაინც და კიდევ რისი თქმა მინდოდა, ხო, იმის თქმა მინდოდა, რომ ორბანის წასვლის გათვალისწინებით უკრაინა მიიღებს 90 მილიარდს სწორედ ევროპიდან, რომელსაც სამართლიანად მაგნიტიკებთან არა, მაგრამ ამ შემთხვევაში საკრიტიკო ის სულაც არ არის. ამერიკას თუ ღიად დაეხმარება ყოველგვარი რაღაც შუა მავლების ან ნატოსთვის გადარიცხვების თუ ნატოსთვის იარაღის მიყიდვის
გარეშე უკრაინას, ეს ბევრად უკეთესი იქნება. ბაიდენი ვერ ეხმარებოდა რეალურად, ტრამპი ეხმარება რეალურად, მაგრამ ღია ხარდაჭერებია, ჩემი მოსაზრებით აუცილებელი, რომ პუტინი მოშორდეს. დანარჩენი ყველა ინციდენტი გაივლის, ყველა ინციდენტი ევროპელებსა და ამერიკელებს შორის, ხოლო ბიზნეს ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს მოსმენა მძიმე სიტყვებისა. Who are you? ვინ ახარ? ვინ ხარ? ვინ მიგდიხარ? დაახლოებით ასეთი გზავნილი იქნება ვაშინგტონიდან. ნახვამდის.